იღუმენი ნიკონი, ცხონება, წერილი მესამე. ძვირფასო დედაო ვალენტინა, მშვიდობასა და ცხონებას გისურვებთ თქვენსა და დებსაც. როგორ ახართ? ხომ ხარ ჯანმრთელად? ვისურვებდი მენახეთ, მაგრამ ვიდრე მარტო ვარ, არსად წასვლა არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე ჩამოვალ, როგორმე გამოვაღწევ. ძვირფასო დედაო ვალენტინა, ნუ დაუჯერებ ცხვებს, საკუთარ აზრებსაც ნუ მისცემთ ნებას ვინმე განიკითხონ. თვისისა უფლისა დგეს, კინა თუ დაეცეს დგეს სამე. და უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად და უფლიცა მიერ წარემართების სვლაი კაცისაი. თავისი თავი ჯერ არავის უცხონებია, მაცხოვარი კი ყველას ერთი გვყავს. კაცს მხოლოდ ის შეუძლია, რომ სურდეს ცხონება, თავს კი ვერავინ იცხოვებს. უნდა გვინდოდეს ცხონება, ვაღიაროთ, რომ წარწყმედის პირას ვიმყოფები და უხმარი ვართ, ოდეს ვყოთ ბრძანებული თქვენდა. და ცხონების ეს სურვილი უჩვენოთ უფალს მის დამივედრებით, მისი ნების ჩვენი ძალისებრ შესრულებით და მუდმივი სინანულით. მაგრამ რა გიხა, მთელი ჩვენი ცდელობის მიუხედავად მუდმივად ვარღვევთ მცნებებს, ესე იგი სინანულიც მუდმივი გვმართებს. წმინდანებიც სიკვდილამდე ნანობდნენ, რადგან თავს ღმერთთან სიახლოვისა და შესაბამისად ღვთისასუფევლის უღირსება თვლიდნენ. ხოლო რაც უფრო ცოდვილია კაცი, მით უფრო ნაკლებად ხედავს ცოდვებს საკუთარ თავში და მით უფრო მეტად და მეტი გაბოროტებით განიკითხავს სხვებს. სწორი სულიერი განწყობის ჭეშმარიტი უტყუარი ნიშანია საკუთარი ხრწნილებისა და ცოდვილობის ღრმა შეგნება, იმის შეგნება, რომ არ ვართ ღირსნი ღვთისწყალობისა, ასევე სხვების არა განკითხვა. თუ ადამიანი არა მარტო ენით, არამედ მთელი გულით არ მიიჩნევს თავს უხმარ ცოდვილად, ის არასწორ გზას ადგას. ასეთი უეჭველია სასტიკ სიბრმავეში სულიერ ცდომილებაში იმყოფება. რაგინდ მაღალ და წმინდა კაცად მიიჩნევდეს ხალხი მას, თუნდაც სასწაულებს იქმოდეს და დაფარულთა ცნობელიც იყოს. მთელი ცხოვრება საკუთარ ნებას ვასრულებთ. ჩვენი კეთილი საქმეებიც კი ხან თვითნებობით, ხან ცუდმედიდობით, ხან ანგარებით და სხვა ამგვარებით არის შებღალული. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ საკუთარ თავში, ყოველ ჩვენგან შეუძლია მთელი გულით აღმოთქვას დილის ლოცვის სიტყვები: ღმერთო, გამწვიდე მე ცოდვილი, რამე თუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა. ესაა ღირსი მაკარი ეგვიპტელის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის სიტყვები. მას როგორღა განვიკითხავთ და გავამშვით სხვებს ჩვენ, უბადრუკნი და ამით საკუთარ თავს მათზე მაღლა ვაყენებთ. როგორც მსაჯულნი, როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორ გზას ადგას ის, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად არ აცნობიერებს. აცნობიერებს და არა მხოლოდ სიტყვით უწოდებს ასე თავს. ძვირფასო დედაო ვალენტინა, თქვენთვის მოწერა მომინდა და აი რა გამომივიდა. შემინდეთ და ილოცეთ ჩემთვის. გისურვებ თქვენ და დებს მშვიდობას, სინანულს და იმას, რომ არაფერ ამ ქვეყნიურს არ მიეჯაჭვოთ. შემინდეთ 1952 წელი.